ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლავთ ჩვენი გადაცემის ძალიან დიდი ხნის მეგობარი და გულშემატკივარი, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ, იგი გახლავთ უროლოგი პროფესორი ბატონი გურამ ქარაზანაშვილი. დილამშვიდობისა ბატონო გურამ. დილამშვიდობის ბატონო მარი, მადლობს მოწვევისთვის, როგორც ყოველთვის მოხარული ვარ თქვენს გადაცემაში მივიღო მონაწილეობა. მადლობა ბატონო გურამ, ჩვენს გვიხარია ყოველთვის თქვენი სტუმრობა, მით უფრო რომ ჩვენ გვაქვს ტრადიცია ვიკრიბებით პერიოდულად და რეტროსპექტულად მივყვებით იმ მოვლენებს, რომელზედაც პრაქტიკულად დღეს სათაურში თითქოს მხოლოდ ორი სიტყვა რობოტული ქირურგია ნახსენები. არადა ძალიან მნიშვნელოვანია გავიხსენოთ საიდან დაიწყო ეს ისტორია და განსაკუთრებით რამდენად მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რომელიც უკვე აქვს მედიცინას რობოტულ ქირურგიასთან დაკავშირებით და მე ვისარგებლებ შემთხვევით და მაყურებელს გავახსენებ თქვენს ფრაზას. თქვენ არა დღეს, არამედ მაგალითად 2 წლის წინ სტუმრობის დროს ბრძანეთ, რომ რობოტული ქირურგია აღარ არის უკვე ხვალინდელი დღე. რობოტული ქირურგია უკვე დღევანდელი დღეა. ეს თქვენ ბრძანეთ 2 წლის წინ და ამ გადასახედიდან ამ ფრაზის შეფასება როგორ შეიძლება? დიახ, მაშინ 2 წლის წინ ალბათ ეს რობოტული ნათქვამი ფრაზა რობოტული ქირურგია აღარ არის მომავალი შეეხებოდა ჩვენს გარშემო განვითარებულ ქვეყნებს, ევროპას, ამერიკას, თურქეთს. ჩვენთან ეს იწყებოდა და დღეს უკვე საქართველოშიც აღარ არის ეს მომავალი, უკვე სტანდარტი გახდა ყოველ შემთხვევაში უროლოგიურ რობოტულ ქირურგიაში. ჩვენ რობოტული ქირურგია ყველა დარგში არსებობს, მუცლის ქირურგიაში, გინეკოლოგიაში და ასე შემდგომ. აქ შეიძლება ზოგიერთ მიმართულებით შედარებით ეხლა იწყებოდეს განვითარება, მაგრამ უროლოგიაში ეს უკვე სტანდარტი გახდა საქართველოში, იმიტომ რომ რამოდენიმე ასეული არის ეს ოპერაცია განხორციელებული, რუტინულად მიმდინარეობს საუკეთესო შედეგებით, ასე რომ დღეს ეს უკვე სტანდარტია საქართველოში. და ეს ტალღა რობოტული ქირურგიის, რაც ესე იგი ჩვენ დავნერგეთ ეს პირველად საქართველოსა და კავკასიაში, მას შემდგომ ეს ტალღა გავრცელდა. ის ვრცელდება საქართველოშიც, სომხეთშიც, აზერბაიჯანშიც, რეალურად იქნება ახალი რობოტული ცენტრები, რომლებიც აუცილებლად აკრიფავენ გამოცდილებას ძალიან სწრაფად. ასე რომ რეალურად ეს დღეს სტანდარტი ხდება ყველა კლინიკაში, ხოლო ჩვენს კლინიკაში უკვე გახდა ეს სტანდარტი. რუტინულად ეს აღარ არის ნოუ-ჰაუ, აღარ არის რაღაცა რომ ვაიმე რა გავაკეთეთ საოცარი ოპერაცია, ძალიან რთულ ოპერაციებს ვაკეთებთ, ყველანაირი ტიპის ოპერაციებს ვაკეთებთ, პროსტატის, შარდის ბუშტის, ხელოვნური შარდის ბუშტის, 12 საათიანს, 2 საათიანს, თიკლის შემანარჩუნებელ ოპერაციებს სიმსივნეების დროს. ეს გახდა ჩვეულებრივი ყოველდღიურობა. ჩვენი გუნდი ამას ძალიან მიეჩვია. დღეში ხანდახან 2-3 ოპერაცია გვაქვს. ასე რომ რეალურად ეს სტანდარტია დღეს. თქვენ ბრძანებთ ბატონო გურამ, რომ რობოტული ქირურგია უკვე ნამდვილად რეალობაა საქართველოსთვისაც და თქვენ ბრძანებთ რამდენად მასშტაბური შეიძლება იყოს მისი გავრცელება თუნდაც რეგიონში და ჩვენს სამეზობლოში. მაგრამ როდესაც სხვადასხვა დარგის ჭრილში აღვიქვამთ, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ არა უკვე ზოგადად რობოტულ ქირურგიაზე და იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც რობოტული ქირურგია აძლევს მედიცინას განვითარებისთვის, არამედ ჩვენ ვლაპარაკობთ დარგობრივად მის გამოყენებაზე და დარგობრივ წარმატებებზე. რობოტული ქირურგია უროლოგიაში საერთაშორისო მასშტაბით რომ დავინახოთ, რა შეცვალა რობოტული ქირურგიის გამოყენებამ უროლოგიაში? ჯერ მინდა ვთქვა, რომ კიდევ ხომ რობოტული ქირურგია არ არის უროლოგიის მხოლოდ პრიორიტეტი, შეიძლება იქნეს გამოყენებული გინეკოლოგიაში, მუცლის ქირურგიაში, კარდიოქირურგიაში, გულმკერდის ქირურგიაში, ტრანსორალურ ქირურგიაში. ანუ ეს აპარატი ერთი და იგივეა, ქირურგის საჭიროა მხოლოდ შესაბამისი სპეციალობის ქირურგებმა თავიანთ პრაქტიკაში ფართოდ დანერგონ. რობოტი თვითონ არაფერს აკეთებს, ამას აკეთებს ქირურგი. რობოტი არაფერს არ აკეთებს, ეს არის ინსტრუმენტი, ძალიან სრულყოფილი ინსტრუმენტი, ძალიან თანამედროვე ინსტრუმენტი ქირურგის ხელში. რატო უროლოგიაში ეს სოფლიოში უროლოგებმა ერთ-ერთმა პირველებმა დაავიწყეთ და საქართველოშიც ესე აღმოჩნდა, იმიტომ რომ
უროლოგიაში არსებობს ესეთი პათოლოგია, როგორც არის პროსტატის კიბო, რომელზეც ჩვენ ძალიან ბევრი გვისაუბრია, რომელიც არის მასობრივი დაავადება, სადაც ესე იგი ჩვენ ვიცით, რომ კანის კიბოს შემდგომ პროსტატის კიბო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა, რომელიც იკურნება, ანუ ძალიან ეფექტურია ოპერაციის საშუალებით პროსტატის კიბოს განკურნება, თუ კი ის დროულად არის გამოვლენილი. და მესამე არის ის, რომ პროსტატის კიბოს ოპერაცია ტექნიკურად საკმაოდ რთულად განსახორციელებელი არის ხოლმე, როგორც ტრადიციული ღია წესით, ასევე ტრადიციული ლაპარასკოპიული მიდგომითაც და რობოტულმა ქირურგიამ ძალზედ გაამარტივა ეს საკითხი. გაამარტივა იმ კუთხით, რომ ანუ ფაქტიურად გართულების გარეშე არის შესაძლებელი ამ ოპერაციის განხორციელება, ისე რომ ადამიანს შეუნარჩუნოს ცხოვრების ხარისხი, არ ქონდეს ოპერაციის მე არ დაემართოს შარდის შეუკავებლობა, შეუნარჩუნოთ მამაკაცური, ასე ვთქვათ, ერექციული ფუნქცია, ამავე დროს მოახდინოთ ონკოლოგიური პრობლემის გადაჭრა და ამის უნიკალურ საშუალებას იძლევა. ამიტომ, რადგანაც ეს მასობრივია, ტექნიკურად რთული ოპერაციაა და აშკარა აქ უკვე რობოტის პრიორიტეტი ღია ქირურგიასთან, ლაპარასკოპიასთან მიმართებაში, ამიტომ ამან განაპირობა ის, რომ უროლოგებმა პირველებმა დაიწყეს ამ ტექნოლოგიის გამოყენება, სადაც მისი უპირატესობა ცალსახა არის. ასე რომ გარდა პროსტატის, ანუ წინამდებარე ჯირკვლის პრობლემისა, გარდა პროსტატის ძალიან რთულობა, მაგალითად სიტყვაზე თირკმლის სიმსივნეების დროს დღეისათვის თირკმლის ლიკვიდაცია არის შორსტას შედარებით უფრო შორსტასული თირკმლის 7-8 სანტიმეტრამდე ზომის სიმსივნეების შემთხვევაშიც საერთაშორისო გაიდლაინი გვეუბნება, რომ თირკმელი უნდა ვეცადოთ შევინარჩუნოთ. და ამ შესანარჩუნებლად ძალიან ფაქიზი ოპერაცია, რომ სიმსივნე ამოვიღოთ, თირკმელი შევინარჩუნოთ, იმისათვის, რომ ადამიანს ორი თირკმელი ჰქონდეს საბოლოო ჯამში, იმისათვის, რომ პერსპექტივაში დიალიზის და თირკმლის უკმარისობის რისკი არ დადგეს. ამისათვის რობოტული ქირურგია საუკეთესო შედეგები აქვს ღიასთან და ლაპარასკოპიულთან შედარებით და აქაც ჩვენ ფართოდ ვიყენებთ. შეიძლება ხა თირკმლის სიმსივნე ისეთი გავრცელებული არ არის, როგორც პროსტატის სიმსივნე, ამიტომ ხშირად პროსტატით ვიწყებთ ხოლმე, მაგრამ ნებისმიერი ჩვენ რუტინულად პროსტატის სიმსივნეს, თირკმლის სიმსივნეს რუტინულად ვახორციელებთ ამით. ანუ ესეც უკვე რეალობაა. ესეც უკვე რეალობა, ეს არის ყოველდღიურობა აბსოლუტურად. და მეცაც გეტყვით კიდევ უფრო მეტი, რომ ყოველდღიურობა გახდა თითქმის შარდის ბუშტის სიმსივნეები, რომელიც ერთ-ერთი ურთულესი ოპერაციაა და სხვათა შორის შარდის ბუშტის სიმსივნის შედარებით მაღალ სტადიაზე ერთადერთი რადიკალური საშუალება ქირურგია რჩება დღეისათვის მისი განკურნების, მისი ასე ვთქვათ, ონკოლოგიური პრობლემის გადაჭრის თავარი არაღაც მაინც ქირურგია რჩება, მაგრამ ეს ძალიან რთული ქირურგია, მრავალსაათიანი ქირურგია და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ახალი, ანუ ხელოვნური შარდის ბუშტის შექმნას ნაწლავისგან, ამაზეც ყოფილა თქვენს გადაცემაში არაერთი საუბარი. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ქირურგია პაციენტისთვის გადასატანად, მათ შორის ქირურგისთვის განსახორციელებლად და ჩვენ ესეც კი უკვე რობოტზე გადავიყვანეთ, რამაც საოცარი ფანტასტიკური პრიორიტეტები მოგცა იმ კუთხით, რომ პაციენტის გართულებების, გამოჯანმრთელების სისწრაფის კუთხით, ტკივილის ნაკლებობის კუთხით, თრომბოემბოლიური გართულებების შემცირების კუთხით, ჭრილობის ინფექციების და ჭრილობის გართულებების კუთხით მნიშვნელოვნად, აი ძალიან დიდი განსხვავება. მე იმდენად ასე ვთქვათ, ეხლა მე სანამ რობოტული ქირურგია გავხდებოდი, მანამდე ღია ქირურგიც ვიყავი და ლაპარასკოპიული ქირურგიც. ანუ ყველა ეტაპი მაქვს გავლილი ქირურგიის, რაც კი არსებობს ზოგადად. დაწყებული ღია, ლაპარასკოპია, ენდოსკოპია, რობოტი, აბსოლუტურად ყველა მეთოდი. ჩემს ხელში ეს იმდენად საოცარ შედეგებს იძლევა და სოფლიო პრაქტიკა ადასტურებს, ანუ სოფლიო პრაქტიკის შესაბამისად
რომ მე ფაქტიურად სურვილიც კი აღარ მაქვს, რომ ღია და ლაპარასკოპიული ოპერაციები განვახორციელო ამ რობოტის ფონზე. ანუ შესაძლებლობების შედეგებია. იმდენად განსხვავებული საუკეთესო შედეგები არის. ნუ იგივე რო ავიღოთ პროსტატის კიბო შემთხვევაში ძალიან შიში არის ხოლმე, დიდი შიშია, რომ აი არ მომიწევს პამპერსით სიარული, არ მქონდეს შარდის შეუკავებლობა პოსტოპერაციულ პერიოდში. არ ვიქონდეს კათეტერი დიდხანს ჩადგმული, არ ვიწვე კლინიკაში და ჩვენ რასაც ვხედავთ ახლა უკვე რამოდენიმე ასეულია ეს გაკეთებული ათასობით მანამდე გაკეთებულ ღია ქირურგიასთან შედარებით, თუნდაც მე ვხედავ და ლაპარასკოპიასთან შედარებით ვხედავ უდიდეს განსხვავებას. და ეს განსხვავება არის ის, რომ რეალურად 5-6 დღე სტანდარტად იქცა, რომ 5-6 დღეში შარდის შეკავების უნარიც უბრუნდება, ათეულობით კილომეტრის სიარული შეუძლია ამისთან სირთულის ოპერაციის შემდგომ. და მე თვითონ ხალხთან გაოცებული ვარ ხოლმე იმდენად განსხვავებული არის ეს შედეგები, ასე რომ ბატონ გურამ, ჩვენ ერთგვარად გავყევით ისტორიას. რობოტული ქირურგია მის მიმართ დამოკიდებულება და პერსპექტივები, რომელიც თავიდან როგორც ზოგად შესაძლებლობა დაღიქმებოდა, მე დარგობრივი დანაწევრება ამ შესაძლებლობების და მათ შორის უროლოგიაში მისი გამოყენება. თქვენ ძალიან კარგად ახსენით, რატომ იყო უროლოგიაში, თქვათ, მისი გამოყენება ერთ კონკრეტულ პრობლემასთან განსაკუთრებით მჭიდროდ დაკავშირებული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ დაავადებით და ამ პრობლემით შემოიფარგლა მისი გამოყენების მასშტაბი. კითხვა, რომელიც უნდა დაგისვათ, სრულიად ლოგიკურია, იმიტომ რომ ნებისმიერ მეთოდთან დაკავშირებით, ნებისმიერ სამკურნალო საშუალებასთან დაკავშირებითაც კი ეს კითხვა იბადება. მაგალითად, მედიკამენტების გამოყენების დროს ფართო საზოგადოებაც მიჩვეულია, რომ უნდა წაიკითხოს ინსტრუქცია და აღმოაჩინოს მითითება, რომელიც შეზღუდვებს, გაფრთხილებას უკავშირდება, ვისთვის შეიძლება, ვისთვის არ შეიძლება, რა შემთხვევაშია საჭირო სიფრთხილე. ნებისმიერი მეთოდი თუ რამ გამოუყენებია მედიცინას, აუცილებლად გულისხმობს უსაფრთხოების სტანდარტებს და გულისხმობს იმას, რომ ადამიანს მეტი სიკეთე მოუტანოს და არ მოუტანოს ზიანი. შესაბამისად, ყოველთვის არის ხოლმე გამოყოფილი რისკის ჯგუფი ან ადამიანები, სადაც შეზღუდვებია გათვალისწინებული. რობოტულ ქირურგიასთან დაკავშირებით დღეს მედიცინამ რა იცის, სად არის შეზღუდვები, სად არ არის გონივრული რობოტული ქირურგიის გამოყენება? რობოტულ ქირურგიას იგივე ჩვენებები აქვს, რაც სხვა ტიპის ქირურგიას და სადაც ჩვენებია ქირურგიული ჩარევა, უბრალოდ ინსტრუმენტი იცვლება რობოტით. არანაირი სპეციფიური შეზღუდვა. ერთ-ერთი ნუ შეიძლება იყოს, რომ მაგალითად ბევრჯერ თუ არა ოპერაციები მოცლის ღრუზე და მრავალი შეხურცება შეიძლება პრობლემა იყოს, თუმცა ჩვენ ეგენის ბევრი გავუკეთებია, მაგრამ რეალურად ჩვენება რობოტული ქირურგიის არის ზუსტად იგივე, რაც იქნებოდა ტრადიციული ქირურგიის შემთხვევაში. და პირიქით, უფრო მეტია გაფართოებულია ჩვენება, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში სისხლი არ იკარგება. ფაქტიურად ახლა თითოეულ 100 მილილიტრი, ნუ მაქსიმუმ შეიძლება 200 მილილიტრი, რაც ეს არის 100-200 მილილიტრის სისხლის დანაკარგი არის იმის ნახევარი, რასაც დონორები გასცემენ ხოლმე მაგალითად სისხლს. ანუ ის რეალურად ადამიანის ორგანიზმში საერთოდ არანაირ გავლენას არ ახდენს. შესაბამისად, გართულებები, სისხლის გასმა არ გჭირდება, მასადა მე პაციენტებს, ვისაც ცოტა უფრო მაღალი რისკები აქვს ქირურგიული ჩარევის, რობოტის შემთხვევაში მათ უმცირდებათ ეს რისკები მნიშვნელოვნად. ასე რომ პირიქით შეზღუდვაზე კი არა, ელაპარაკი ჩვენებების გაფართოებაზე არის ჩვენ. მაგალითად იგივე შედარებით 4 წასული სიმსივნეების დროს ვერიდებოდით უფრო მაინც ქირურგიულ ჩარევას. ეს კითხვა მინდოდა დამესვა. შედარებით ვერიდებოდით. ეხლა ნაკლებად ვერიდებით, იმიტომ რომ იმდენად იოლად გადააქვთ ეს ოპერაციები, რომ მათთვის ცხოვრების ხარისხი არ იცვლება. საერთოდ ამ დროს სერიოზული სიმსივნისგან თავისუფლებია. ასე რომ რეალურად მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს პირიქით მე ვფიქრობ, რომ გააფართოვა რობოტულმა ქირურგიამ ქირურგიის ეფექტურობა და ჩვენებებიც. ეს კითხვა ცხადია არის ნებისმიერ შემთხვევაში საზოგადოებისთვის საინტერესო, იმიტომ რომ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ არჩევანზე, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მაგალითად
დიაგრამა, რომელიც გვაჩვენებს, როგორია საზოგადოების დამოკიდებულება. მე მინდა, რომ ჩვენს ჯგუფს თხოვო, აი ეს დიაგრამა გვაჩვენოს. დიაგრამა, რომელიც ადასტურებს, რომ მარტივი კითხვის შემთხვევაში არჩევანის წინაშე რო იდგეთ, რომელ მეთოდს აირჩევთ. ტრადიციულ მიდგომას, რობოტულ ქირურგიას და არის შესაძლებლობა, რომ ადამიანმა ამ მომენტისათვის თქვას არ ვიცი. გამოკითხულთა 58%, როდესაც ტრადიციულ ქირურგიას ირჩევს, 23% რობოტულ ქირურგიას, დანარჩენი ამბობს, რა ვიცი. არ ვიცი, უფრო სწორად. რეალურად დასახავს განწყობას საზოგადოებაში. თქვენ როგორ ვარაუდობთ? შესაძლებელია საზოგადოებას, რომელსაც არანაირი ქირურგიული ჩარევა არ ჭირდება და საერთოდ ქირურგიაზე არც კი ფიქრობს და ცხოვრებაში არასოდეს დამდგარა ქირურგიის საკითხი. ის რა თქმა უნდა, ცოტა შეიძლება კონფუზია დაემართოს რობოტული და სკეპტიციზმი გქონდეს. მაგრამ მე ჩემთან ვინც მოდიან პაციენტები, რომელმაც უკვე იცის, რომ პრობლემა აქვს რეალურად და ანუ ინფორმირებულ პაციენტებს გულისხმობ. ყველა პაციენტი, ვისაც ქირურგია სჭირდება, შევა თუ არა ინტერნეტში რობოტულ ქირურგია ნებისმიერებაზე რომ ჩაწეროს ოპერაცია, პირველ რიგში ამოგვიდებს რობოტულ ქირურგიას, იმიტომ რომ ეს არის ანუ ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ქირურგია სჭირდება, იმან კარგად იცის, რომ რობოტული ქირურგია არის პრიორიტეტი. სხვათა შორის ძალიან საინტერესო იყო დასაწყისი ამერიკის შეერთებულ შტატებში 20 წლის წინ, როდესაც 26 წლის წინ, როდესაც დაიწყო რობოტული ქირურგიის გამოყენება. იქ იყო ასე თქვა რაღაცა ესეთი ექიმების მხრიდანაც იყო სხვათა შორის, არა მხოლოდ პაციენტების. უნდობლობა იყო და ეს ხომ ლაპარასკოპიის მიმართაც ასე იყო ბატონ გურამ თავის. ეს ყველა ახალი მეთოდის მიმართ ესე არის ხოლმე, მაგრამ შემდგომში, როდესაც მასალა დაგროვდა ინტერნეტში, უამრავი პუბლიკაცია ამასთან დაკავშირებით და პაციენტები ჩვეულებრივად ეხლა ყველა ინფორმაცია ინტერნეტში ხელმისაწვდომია, მით უმეტეს ხელოვნური ინტელექტის დროს არც კი გჭირდება ძებნა, შეგიძლია ჩაწერო რა არის რობოტული ქირურგია და თავარია ამ დროს ჰალუცინაციები არ დაემართოს ჩვენს ხელოვნურ ინტელექტს. ანუ რეალურად ეს ამერიკაში, როდესაც პაციენტებმა ინტერნეტში დაიწყეს და ხედავდნენ, რომ მთელი მოძიებული მასალის 70% იყო რობოტული ქირურგია და რაღაცა 20-30% იყო სხვა ტიპის ისინი, თვითონ წამოვიდა მოთხოვნა იქიდან. ჩვენთან ეხა დღეს უკვე ეს საკითხი აღარ დგება, იმიტომ რომ ნებისმიერმა ადამიანმა ვინცაც სჭირდება ოპერაცია, განსაკუთრებით ეხა ჩემ დარგში პროსტატის ოპერაცია თუ თირკმლის თუ შარდის აი რო შევა ინტერნეტში იმ წუთში უკვე იცის რა უნდა გააკეთოს. გარდა ამისა მე გეტყვით რომ ეხა ჩვენი ასე ვთქვათ მეზობელი ქვეყნებიდან აგრესიული საკმაოდ ის მომდინარეობს რეკლამირება ამ დარგის, ასე რომ ინფორმირებულები არიან მას ვისაც სჭირდება ოპერაცია. ბატონ გურამ, კითხვა რომელიც ახლა უნდა დაგისვათ, ცდება უროლოგიას, თუმცა გარკვეულწილად ითვალისწინებს იმ გამოცდილებას, რომელიც უკვე დაგროვილი გაქვთ. ჩვენს ორგანიზმში არ არსებობს იზოლირებული პრობლემები. ყველა სისტემა ერთმანეთთან დაკავშირებულია და საბოლოო ჯამში ამ სისტემების ჰარმონიული ურთიერთობა განსაზღვრავს ადამიანის ჯანმრთელობას. რამდენად შეცვლის სხვადასხვა დარგში რობოტული ქირურგია თავად უროლოგიაში რობოტული ქირურგიის შედეგებს და პირიქით არის თუ არა რობოტული ქირურგიის თქვათ მრავალდარგობრივი განვითარება ერთმანეთისათვის ხელშემწყობი და უკეთესი შედეგისთვის თქვათ ორიენტირებული გადაწყვეტილებები. რა თქმა უნდა, ეხლა ქირურგები ყოველთვის ერთმანეთისგან სწავლობთ გამოცდილებების ხდება რელოკაცია. მე მაგალითად ერთმხრივ ძალიან კარგია რაღაც სუპერ სპეციალიზაცია, მაგრამ მეორე სხვადასხვა სპეციალობების. აი ჩვენ მაგალითად ეხლა ზაფხულში ტარდება სიტყვაზე რობოტული ქირურგიის ასოციაციის კონგრესი, სადაც სხვადასხვა დარგის მიმართულების სპეციალისტები იქნებიან უცხოეთიდანაც მათ შორის. გაუზიარებთ გამოცდილება, შეიძლება რაღაცა ნიუანსი სხვა სპეციალობიდან გადმოიტანო აქეთ და ვიღაც ასე გამოცდილების გაცვლა ყოველთვის კარგია. რობოტული რაც უფრო მეტად იქნება სხვადასხვა სპეციალობაში, ასე ვთქვათ, გამოყენებული ეს რობოტული ქირურგია, მით უფრო უკეთესი იქნება ყველა. ეს როგორც სტანდარტულად ესე არის.
სხვადასხვა მინდა გითხრათ, რომ რობოტული ქირურგია გამოიყენება კარდიოქირურგიაშიც, მათ შორის, გამოიყენება გულმკერდის ქირურგიაში, ტრანსორალურში, გულისხმობ პირის ზღვის გავლით, მაგალითად, ფარისებურ ჯირკვალზე დაუშვათ ან რაღაც ონკოლოგი. და რა თქმა უნდა, მუცლის ზღვის ნაწლავებზე, გინეკოლოგიაში, ასე რომ ეს ინსტრუმენტია. ეს რობოტი არ აკეთებს ოპერაციას თვითონ, ეს არის ინსტრუმენტი ქირურგის ხელში, რომელსაც უნდა იცოდეს ოპერაციის კეთება. ეს თავარი მოთხოვნა ეგ არის. თავარია გავითვალისწინოთ, რომ სხვადასხვა პროფილის ქირურგის ხელში შეიძლება აღმოჩნდეს. პროფილის ქირურგის ხელში. რაც ამ დარგის სხვადასხვა თქვათ მიმართულების, სხვადასხვა დარგის, უფრო სწორედ რობოტული ქირურგიის გამოყენებით, სხვადასხვა მიმართულებით განვითარების ახალ შესაძლებლობებს მისცემს. ბატონ გურამ, ძალიან დიდი მადლობა დღეს ჩვენთან სტუმრობისთვის. ჩვენ ერთგვარად შევაჯამეთ ის შედეგები, რომელიც ამ მომენტისათვის დაგროვდა რობოტული ქირურგიის გამოყენებით უროლოგიაში და მაყურებელს შევახსენებთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდათ უროლოგი პროფესორი ბატონი გურამ ქარაზანაშვილი.